სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ჩვენთან არს ღმერთი. არს და იყოს. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს ამოდასმანო ღმერთმა მრავალ საგასრო თქვენ და სრულიად საქართველო. ამინ. ამინ. აც განუტევე მონა შენი მეუფეო სიტყვისაებ შენი სამშვიდობით. ეს ლოცვა ყველას ყურში გაქვთ მე დიდი იმედი მაქვს, იმიტომ რომ არ არსებობს მწუხრის ლოცვა აი ამ ფრაზის გარეშე. მწუხრის ლოცვაში შეიძლება შეიცვალოს ბევრი რამ, მაგალითად ხმის მიხედვის საკითხავები, მაგალითად ტროპრები და კონდაკები დღესასწაულისა თუ ხმისა თუ მარხვისა თუ ესე იგი მსგებსისა თუ ასე შემდგომ და ასე შემდგომ, მაგრამ არის რაღაცა მყარად, უცვალებლად დამკვიდრებული მწუხრის ესე იგი ლოცვის აი ამ ტრადიციაში, რომ ეს ლოცვა არასდროს არის, როცა არ უნდა ჩატარდეს, ყოველდღე ტარდება მწუხრი, ყოველდღე წაიკითხება. აც განუტევე მონა შენი მეუფეო, რომელიც სიტყვების თქვენ იმედია რომ გაშინა არსებული გაქვთ და დღეს სწორედ ეს დღევანდელი დღე გახლავთ. დღეს არის დღე, როდესაც შეიძლება დავარქვათ თამამად ამას ჩვენი შეხვედრა არის ღმერთთან. და აი ამ შეხვედრისთვის რომ გამზადებს შემწუხრი, ყოველთვის ამ ლოცვით გახსენებს ამას. მწუხრის მსახურება სხვა მეტი კი არაფერია. მწუხრი არის ახალი დღის დასაწყისი. აი საღამოთი, რასაც ვლოცულობ, ჩვენ ეხლა კალენდრულად ასე ვითვლით ხოლმე 12 საათიდან 12 საათამდე ზომავთ დღეებს, მაგრამ სინამდვილეში საეკლესიო ესე იგი ტიპიკონის მიხედვით ახალი დღის დასაწყისი გახლავთ მწუხრი. რა არის ახალი დღე? ახალი დღე ყო სიმბოლურად ახალ აღთქმას ნიშნავს, იმ სიახლეს ნიშნავს, რომელიც ქრისტემ თავისი გამოხსნით შემოიტანა ჩვენში. ამიტომაც ახალ დღეს ვიწყებთ ყოველდღიურად, ანუ როცა მოსაღამოვდება, იქედან ვიწყებთ ჩვენ ამ ახალ დღეს და აი ამ ახალი დღის დასაწყისის აღსანიშნავად იგალობება ხოლმე ეს საგალობელი, რომელიც ტექსტიც ასე ჟღერსო, მას განუტევე მონა შენი მეუფეო, რაც უნდა გახსენებდეს იმას, რომ ჩვენ ვემზადებით ქრისტესთან შესაგებებლად. ისევე როგორც დღევანდელი დღესასწაული, მირკვლის დღესასწაულს საფუძველი საიდან აქვს? სახარებიდან ბუნებრივია. ეს რაღაც არ არის იმაზე გარდამოცემაზე და თუმცა კი ჩვენ ბევრი დღესასწაული გვაქვს, რომელიც გარდამოცემაზეა დაყრდნობილი და ამის მიხედვით შეგვიძლია ვიმსჯელოთ. მაგალითად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინება სახარებაში კი არ წერია მირკვლის შესახებ. თუ როგორ ესე იგი ჟული ვინც დაწერა, ვინ იყო იცით ვინც დაწერა ძველი აღთქმის ჟული? მოსე წინასწარმეტყვი. და ვინ კარნახობდა მას ამ ჟულს? ღმერთი. ეხლა წარმოიდგინეთ, ღმერთმა რომელმაც მოსეს უკარნახა ჟული, თვითონვე ამ ჟულს დაემორჩილა. არანაირად კი არ სჭირდებოდა მას ეს ყველაფერი, მაგრამ წესი იყო ასეთი უკარნახა, რომ როდესაც დაიბადებოდა ყმაწვილი, აუცილებლად უნდა ყოფილიყო მერვე დღეს მისი წინადაცვეთა, რაც აღასრულა მაცხოვარმა და მე-40 დღეს უნდა ყოფილიყო მისი ტაძრად მიყვანება. იმიტომ რომ ყოველი პირველშობილი წული, ანუ ძე, ეგვიპტეში მომწყდარი პირველშობილი აი ამ ძეების სანაცვლოდ ღმერთს ეკუთვნოდა. ასეთი იყო აღთქმა, რომ ეგვიპტეში მოხდა ასეთი სასწაული, ყველას უფროსი ძე გარდაეცვალა და ამის შემდგომ ებრაელებს დაედო დახმა, რომ პირველი ძე აუცილებლად უნდა ყოფილიყო ტაძარში ტაძრისთვის შეწირული. შეწირვა იმას არ ნიშნავდა, რომ მიიყვანდნენ იქ და დატოვებდნენ და აღარ პატრონობდნენ. არა, გამოსასყიდი მიჰქონდათ მისთვის, შესაწირავი მიჰქონდათ მისთვის, რომ უფროსი ძე შეეძინათ და ცოცხალია და ჯანმრთელია. ეს ტრადიცია იყო, მაგრამ ეს ჟულით იყო განსაზღვრული და ეს ჟული, რომელიც მაცხოვარს არანაირად არ სჭირდებოდა, ემორჩილებოდა ამას ყოველივეს და რა თქმა უნდა თავის ამ შემთხვევაში იოსებთან და მარიამთან ერთად ის მათ მიყავთ უпростоრად მაცხოვარი განკაცებული 40 დღის მაცხოვარი ტაძარში, სადაც მას შეეგებება სვიმეონ ღვთის მიმრქმელი, იყო ესეთი წინასწარმეტყველი კაცი, რომლის შესახებაც წერია, რომ საინტერესო რომ წერია სხვათა შორის, რომ სული წმინდა იყო მის ზედავ. ახალი აღთქმის წმინდანებზე წერია, რომ სული წმინდა ჰქონდათო, ანუ შიგნით იყო უკვე სული წმინდა, იმიტომ რომ ქრისტეს განკაცებამდე, სანამ არ მოხდა მისი აღდგომა, თქვეთა გამოხსნა,
სანამ არ მოხდა მართლა სულიწმინდის მოფენა, შეუძლებელი იყო რომ ეს ასე ყოფილიყო და ამიტომ სულიწმინდა იყო მასზე და შეიძლება სულიწმინდის კარნახით დადიოდა, მაგრამ შიგნით არ ქონდა ადგილი ჯერჯერობით სულიწმინდას, იმიტომ რომ ადამიანი არ იყო ამ დაცემულობისგან გამოხსნილი. ამიტომაც ეს ადამიანი, რომელიც წმინდანია, რომლის შესახებაც არსებობს გარდამოცემა, რომ ის ერთი იმათგანია, რომელიც მონაწილეობას ღებულობდა ბიბლიის თარგმნაში ებრაულიდან ბერძნულად, თუმცა კი დღეს ამას ძალიან ბევრი ოპონენტი გამოუჩნდა და ამას წინათ წავიკითხე რაღაც სოციალურ ქსელში, რომ თითქოს ეს ამბავი ასე არ ყოფილა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ამას? გარდამოცემა არსებობს. არის ძალიან გეტყვით ამის შესახებაც, იქნება თქვენ წააწყდეთ და რომ იცოდეთ რაზეა საუბარი. რომ ჩვენ წელთაღრიცხვამდე მესამე საუკუნეში ფილოდეოს პტოლემეოსი იყო ასეთი კაცი, რომელმაც გადაწყვიტა რომ გაეკეთებინა დიდი ბიბლიოთეკა ალექსანდრიაში, ეს ბიბლიოთეკა დღესაც არსებობს და ამ ბიბლიოთეკაში უნდა ყოფილიყო ყველა წიგნი, რაც მსოფლიოშია და ებრაელებზე რომ გაიგო რომ ჰქონდათ რაღაცა წიგნი, გაგზავნა მათთან მოციქულები და უთხრა რომ იქნებ თარგმნოთ ეს წიგნი. ებრაელებმა შეკრიბეს 72 კაცი, ანუ 12 ძმისგან არიან მთელი ებრაელიერი მოგეხსენებათ, თითო ტომიდან 6 კაცი გაგზავნეს და მათ დაიწყეს თარგმნა. ეხლა ოპონენტები ასეთ რამეს ამბობენ, რომ ამ 72 წლის სინამდვილეში თარგმნა მხოლოდ მოსეს ხუთწიგნეული, სხვა და ფსალმუნებიო, სხვა მეტი არაფერი არ უთარგმნია. მაგრამ ის ავიწყდებათ, რომ ამ 72-მა ეს კი თარგმნა, მაგრამ თარგმნა კი არ გაჩერებულა. ამის მერეც გრძელდებოდა თარგმანები. ამიტომაც ვერაფრითო სვიმეონი ვერ იქნებოდა იქ. თარგმანები გრძელდებოდა ამის მერეც. და ნიკიტა სტიფატი არის ასეთი ისტორიკოსი, რომელიც მე-12 საუკუნეში ვიღაცის მოთხრობილ და ზღაპარს კი არ ამბობს, საეკლესიო გარდამოცემაზე დაყრდნობით ამბობს ამას. ახლა ამას ყველაფერს წყალი გადაუშვეს, არაო ეს მოგონილი, რა არის მოგონილი? ისტორიკოსი წერს, რომელსაც მთელი მსოფლიო ეყრდნობოდა, ეხლა მოგონილი როგორ არის? ზღაპრებს წერდა? წერს ასეთ რამეს, რომ როდესაც სვიმეონი მართალი თარგმნიდა ისაიას ტექსტს, სადაც წერია აჰა ესე რა ქალწული მიუდგეს და შობს, გაუკვირდაო ქალწული როგორ შობს და ამიტომო შესწორება მოინდომაო, რომ ჩაეწერა იქ ქალიო და ანგელოზმა ხელი გაუჩერა და უთხრა, რომ სანამ არ მოესწრები ქალწულისაგან შობილს, იქამდე იცოცხლები. ეხლა ოპონენტების აზრი რა არის გეტყვით? სიტყვა ქალწული ისაიასთან გამოყენებულია როგორც ალმა, ებრაული სიტყვა ალმა, რაც ნიშნავს ახალგაზრდა ყმაწვილ ქალს. და ქალწულის აღნიშნული სიტყვაო არისო ბეთულ, იმიტომ რომ ასე წერია რებეკას შესახებო, ის არისო ებრაულად ბეთულ, რომელთანაც მამაკაცი არ წოლილა. მართალია ეს ასე არის, მაგრამ ებრაული რომ არ იცის კაცმა და ამაზე რომ ლაპარაკობს, ამაზე რომ მსჯელობს და დიდ სტატიას რო გააშანშალებს ყველას დასაკითხად, უნდა გაეგო ალმას რა შემთხვევაში იყენებდნენ. ალმა, ანუ ბეთულ მართლა ქალწულია, რომელთანაც კაცი არ წოლილა, მაგრამ იცით როგორი ქალწულია, რომელიც გარე-გარეთ დადის და მუშაობს, იმიტომ რომ რებეკას სად შეხვდება, იცი ეს კაცი, სადაც ანგელოზი ეთქვის, რომ ის არისო, გამოცხადებითად მიხვდება, რომ ეს არის ის, ვისთვისაც ჩამოვიდა, ისააკისთვის ცოლი უნდა წაიყვანოს. ის გარეთ დადის, წყემსობს კიდეც თავისი მამის იმაში, რა ქვია, ფარაში და კიდეც მუშაობს და ანუ საზოგადოებასთან შეხება აქვს. ასეთ ქალწულს ნიშნავს ბეთულ, რომელსაც მამაკაცი არ მიყარებია. მაგრამ ალმა იცით რას ნიშნავს? გარდა იმისა, რომ ყმაწვილია და გარდა იმისა, რომ მამაკაცი არ მიყარებია, საერთოდ საზოგადოებისგან მოშორების, როგორც მონოზონი ისე რომ ცხოვრობს, რომ არ გამოდის საერთოდ გარეთ, რომ საზოგადოებაში არ აქვს ესეთი ურთიერთობა. არ იციან ეს ამ ადამიანებმა და ვისაც რა მოეპრიანება, ეხლა დაწერთ, ესე იგი ვკითხულობდით, ან ფიქრობდი ეხლა, აი როგორ უნდა აუხსნა ეხლა, ვინც წაიკითხა ეხლა მისი და ვინც არ იცის ეს ისტორია, როგორ უნდა გააგებინო, რომ ეს ყველაფერი ზღაპარი არ არის. ან ებრაული ენა უნდა იცოდე ამას რომ წერ, ან ის ისტორიული ცნობები უნდა იცოდე, რომ იმიტომ რომ ამაზე უამრავი ადამიანი ლაპარაკობს, სვიმეონს ვერ შეხვდებოდა ეს და ალმაზე არ დაეჭდებოდა. ვიცით რა წერია იქ? ეს გახლავთ თუ და გაინტერესებთ რომ იცოდეთ. ისაიას მე-7 თავის მე-14 მუხლი. აჰა ესე რა ის იყოს ნიშად თქვენდა. აჰა ქალწული მიუდგეს და რას ნიშნავს ნიშად? სასწაულად იყოს თქვენდაო.
ქალმა რომ შვას ეს რასასწაულია? ეგ ქალებს მეტი რა ევალება და შობენ და შვილებს აჩენენ. გასაკვირი ამაში რა არის? სასწაულად იყოს თქვენ და რომ ქალწული მიუდგეს, ამას კითხულობდა ახლა სვიმეონი და ვერ მიხვდა თურმე რაზე იყო ლაპარაკი? რომ ქალწულზე იყო ლაპარაკი? არაო, ქალწული იყო არ წერიაო და სვიმეონი სვიმონთან ეს ისტორია საერთოდ არ იქნება დაკავშირებული, იმიტომ რომ ქალწულიო რომ არ წერიაო, სვიმონს არ მოუნდებოდაო იმ ტექსტის გადაკეთება. წერია პირდაპირ რომ სასწაული იყოს თქვენთვის, რომ ქალწული შობს. მეტი რაღა უნდა ეწეროს კაცო. შეიძლება ასე სექტანტივით ერთ წინადადება ჩაეჭიდო და დაარღვიო მთელი საეკლესიო ტრადიცია და თქვა რომ არა ბატონო სვიმეონის ეს ამბავი ის არის ზღაპარი. ნუ საეკლესიო რაღაც არ არის ეს ჩვენი მეთოდი მინდა გითხრათ. არ არის მართლმადიდებლური მიდგომა არ არის რომ ასე ხატი რაღაცი გადაუსვა და გამოაჩენო ეს შენი ვითომცოდნა ბჭყალებში ხდება, იმიტომ რომ გამოდის რომ არც ებრაული წესიერა და არც ის ისტორიული ცნობები იცი, იმიტომ რომ ამის შესახებ წერს ვასილი დიდი თუ დაინტერესდება ეხლა ვიზეთ ლაპარაკობ შეიძლება შემომეხმიანოს და მივაწოდებ ამას ცნობებს და ამის შესახებ წერს ნეტარი იერონიმი. ნუ ეხლა სხვა სვის დავერხო ახლა. კარგით, ეს მაბატია ცოტა იმიტომ რომ აბრაზებს ხოლმე ის რო არიციან და რაღაცას არის წერილი. და სვიმეონი გახლდათ ეს კაცი, რომელიც ამ თარგმანებში ღებულობ, ეხლა 72-დაგანი იყო თუ არა, შეიძლება ეჭვი შეიტანოს მართლა ვიღაცა, მაგრამ მე არ შემაქვს ამაში ეჭვი. თუმცა კი ვიღაცა შეიძლება არ ჯეროდეს ამისა, მაგრამ წიგნების თარგმანები გრძელდებოდა ჩემოთვიფასებით. არ დამთავრებულა იმ 72-მა 5 წიგნი თარგმნა დაიშალნენ, არა, გაგრძელდა ეს თარგმანები მთელი საუკუნეების განმავლობაში. და რა გასაკვირია რომ შეხვედროდა სვიმეონს ეს საკითხავი და მართლაც მომხდარიყო ესეთი რა. იმიტომ რომ ფაქტია რომ ის ელოდება ამ მესიას და მხსნელს. ის ტაძართან ახლოს ცხოვრობს და სულიწმინდა იყო, მასთან ნიშნავს იმას რომ სულიწმინდისაგან განეცხადა მას რომ უნდა ეხლა მოხდეს ეს შეხვედრა და მართლაც შემოვლენ თუ არა ის იცნობს რომელია. როგორ ფიქრობთ ახლა იმ დღეს ტაძარში მხოლოდ ღვთისმშობელი მარიამი და იესო შევიდნენ? სხვა უამრავი შევიდოდა, დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ ყოველდღიურად აღესრულებოდა მსხვერპლ შეწირვა და მორიგეობა მიმდინარეობდა. რომელი ესე იგი ოჯახი ამ დღეს აღასრულებს და იქ არ იქნებოდა ერთი და ორი ადამიანი, ძალიან დიდი სიმრავლე იქნებოდა. მაგრამ მიდის მათთან, იმიტომ რომ სულიწმინდით არის ეს ყველაფერი ნაკარნახები. აიყვანს ამ ჩვილს და ეუბნება რომ აც განუტევე მონაშენი მეუფეო სიტყვისაებ შენი სამშვიდობო. რამე თუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარება შენი. ანუ შენი აი მოსვლა, განხორციელება, მაცხოვარება იხილა ჩემმა თვალებმა და დრო არის უკვე რომ მე აი ამ ქვეყნიურ სიცოცხლეს დავემშვიდობ. აი ეს სიტყვები ამაში ყოველდღიურში და მინდა გითხრათ რომ ეს ნამდვილად შეხვედრის დღე არის ქრისტე მაცხოვართან, ეს ნამდვილად ის დღე არის, როდესაც ჩვენ ყოველ წუხზე ამისთვის ვემზადებით და ყოველ წირვაზე ჩვენ ასე ვეგებებით ქრისტეს. ის ჩვენთან ასე მოდის, ასე ფიზიკური სიახლოვით მოდის. განამარტო ისო რაღაცა სულიერად ლაპარაკ, ფიზიკურად მოდის ზიარების სახით. ისევე როგორც სვიმეონ ღვთისმირქმელმა ხელში აიყვანა ჩვილი, ასევე სამღვდელოება ხელში ეძლევა ქრისტეს სისხლი და ხორცი, რომლითაც თვითონაც ეზიარება და თქვენც გაზიარებთ. აი ეს არის ეს შეხვედრის დღე, ეს არის ამ მირქმის, აი ამ ჩახუტების, აი ამ სიყვარულის დღე არის მინდა გითხრათ. თუმცა კი ყველა დღესასწაულის რაღაცით ჩანაცვლებას ცდილობენ. აი დააკვირდით თუ არა. თითქოს შობაზე მეტად, ესე იგი ახალი წლით ცდილობენ გაახარონ ადამიანები. თითქოს იქ წყალკურთხევის დღე როცა არის, სინამდვილეში სამების გამოცხადების დღეა და სამების გამოცხადება არავის არ ახსოვს, თავარია წყალი უნდა წაიღოს, რაღაც ამაზე გადაერთვება ადამიანის მონება. მირქმის დღესასწაულსაც სწორედ ასეთი ბრძოლა აქვს. მირქმის დღესასწაულის ჩანაცვლებას ცდილობენ გუშინდელი ვალენტინო. წმინდა ვალენტინი მართლა არსებობს. ოღონდ ვალენტინის დრო ჯვრისწერის არის არ არსებობდა. აი ესეთი ფორმა, როგორცაც ეხლა ჩუმათო ჯვარცერ და ხალხ ნუ დაუჯერებთ ხოლმე ამ ზღაპრებს. გახსოვთ პავლე მოციქულის ეპისტოლე რო წაგით. ამ ესე იგი დედაბრულ ზღაპრებს ნუ დაუჯერებთ და ნუ აყვებით რა. არის წმინდა ვალენტინი, რომელიც მოწამეთ არის შერაცხილი და ჩვენ მას პატივს მივაგებთ როგორც წმინდას. მაგრამ ჩუმად ვიღაცა ჯვარცერ და როგორ დაწერდა ჯვარს ამ დროს არ არსებობდა ასეთი ფორმა ჯვრისწერისა, როგორიც ჩვენ დღეს გვაქვს. ხორცინების როგორი სახე იყო, იცით, როცა მშობლების თანხმობა იყო და ეკლესიაში მოვიდოდნენ, დამთავარი გადასახავდა ჯვარს და ეუბნებოდა წოლქმარი ხარ, მიდიოდნენ და იყვნენ წოლქმარი. და რაღაცა ლოცვა არსებობდა შეიძლება, რომელსაც წაუკითხავდნენ.
ამან ფორმაცია მე განიცადა ასე ნელ-ნელა თანდათან. ვალენტინის დროს ეს არ იყო ჩემო ბატონო, დევნა იყო. ჯვრისწერა კი არა და ვის რომელიმაში გამოქვაბულში შეეფარებინა თავი ქრისტიანი რო ვარო, რო გეთქვა ესა, სიკვდილი იყო ამაზე. ვინ დაგწერდა ჯვარს? რანაირად დაგწერა? ამიტომ დედამროლს ხაპრებს უნდა დავანებოთ თავი და გავითვალისწინოთ რა რომ სინამდვილეში ვისაც სიყვარულის დღეო სიყვარული და ლტოლვა და ვნება ერთმანეთში არ უნდა აურიოს ადამიანს. თუ ვინმეს უნდა რომ ჩაანაცვლოს დღევანდელი დღესასწაული, ვერ ჩაანაცვლებს, იმიტომ რომ მართლმადიდებლური გაგებით თუ შეიძლება ამას ეწოდოს დღესასწაული, ეს არის სწორედ ოჯახის დღესასწაული. როდესაც ოჯახი ტაძარში მივიდა და თავიანთი ჩვილი მიიყვანა. და იქ მოხდა ესეთი სასწაული. შეხვედრა ქრისტესთან, მართლისა ვიმეონის. ასეთი უნდა იყოს ოჯახი, ასეთი უნდა იყოს სიყვარული და ასეთი უნდა იყოს თავდადება. როგორია ეს თავდადება? იოსები როგორც თავდადებულია თავისი ცოლი მარიამისთვის, რომ მიუხედავად ასაკისა ეგვიპტეში მიყვება, იცის რომ დაევალა ეს მას ღმერთისგან. დაევალა იმიტომ რომ ქმარია, მიუხედავად იმისა რომ მათ საერთო სარეცელი არ ქონიათ არასდროს. მაგრამ ქმარია, თავია ოჯახისა. ეგვიპტეშიც წაყვა, უკანაც გამოყვა და ყველაფერი გააკეთა რაც გასაკეთებელია. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მარიამი, მისი მოთმინება ნახეთ, მისი უმანკოება ნახეთ, მისი წესიერება ნახეთ, რომელსაც აი დღევანდელ დღეს აი ამ დღეს უწინასწარმეტყველებენ, მაგრამ შენ სულში 7 მახვილი გაივლეს. ეს არის 7 მწარე მახვილი, იმიტომ რომ დაწყებული მისი ესე იგი ქრისტეს მოღვაწეობიდან, როგორ შეიძლებოდა მას 7-ად დაეძინა ბალიშზე, როცა იცოდა რომ ხან ქვითჩაქოლვას უპირებდნენ, ხან მთიდან გადმოგდებას უპირებდნენ, ხან კოცონზე დაწვას უპირებდნენ და ხან კიდევ რას და საბოლოოდ ჯვარზე გააგრეს და ამის ყველაფრის შემსწრე თვითონი. მაგრამ ნახეთ მისი მოთმინება, ნახეთ მისი დამორჩილება საღვთო ნებისადმი. ეს არის ნამდვილი ოჯახი. აი ამ სიყვარულზეა ლაპარაკი. თუ ვინმე საღვთო სიყვარული და საღვთო მოშურნეობა ატარდებს, აი ამაზეა ლაპარაკი და ნუ რა ვინო ჩაგვინაცვლებს ამას რაღაცა მოგონილი იმით რომ თურმე ყვავილები თუ არაჩუქი ამ დღეს იმას შეყვარებულს ცუდი რამე დაგემართება. და მირქმა სად არის ამ დროს? მირქმის დღესასწაული და ოჯახის დღესასწაული ვის ახსოვს ამ დროს? აი ასე ხდება რაღაცების გაუყურმართება, ასე ხდება რაღაცების გადაკეთება. რომ დაკნინდეს ის მთავარი არ დაინახოს ადამიანმა, რომ რაღაცა რიდე ჩამოაფარონ სახეზე და უთხრან რომ წალგურტყევაზე რომ მიდიხარ, განცხადებაზე ნუ კი იფიქრებ, ამას შენი გონება ვერ მიწდება, წყალზე იფიქრე. შობის დროს ახალ წელზე. იმიტომ რომ იქ კოჭი გაძვირდა. იქ რაღაცა დღესასწაულს კიდე რაღაცა ასე სხვა ჩაანაცვლებს. და აღარ მორჩა ეს დედაბრული ზღაპრები, აღარ მორჩა ვიღაცის მიერ, ესე იგი ინიციატივები რომ გამოხდებიან და აუ ეს ასე ყოფილა და თურმე ასე არ ყოფილა და იცით რა, ვისაც ადარდებს ეკლესია და ვისაც აწუხებს ეკლესია, მან უნდა მოусმინოს ეკლესიის ხმას. მან უნდა მოусმინოს წმინდა წერილს, რომ ნამდვილი შეხვედრა ქრისტესთან იყოს მისთვის უშიშრად სათქმელი სიტყვები. აც განუტევე მონა შენი მეუფეო სიტყვისაებ შენისა მშვიდობით. ამინ. გალოცვილი და გახარებული გამწვევი. თქვენთან ერთად